თბილისის გარეუბანში ჯართის მიმღებ პუნქტში 1 კილოგრამ ჯარს დღეს 48 თეთრად იბარებენ. არის ნაგვის ფასი. 48 თეთრი ის და იგი გადაიაბადში. 10 კილო 4-5 ლარის. 4 ლარად რა უნდა იყიგონ არაფერი. მილიონერები და პარლამენტარი ვის რა უნდა ჯარში. თანამშრომლები კამერის მიღმა უმეტესად იმას ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დაბალი ფასის გამო ჩაბარების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. სამგორის რაიონში ჯართის მიმღები პუნქტების უმეტესობაში ინტერვიუზე უარი გვითხრეს და მხოლოდ კადრების გადაღების უფლება დაგვრთეს. რას აღარ ნახავთ აქ? გაფუჭებულ საოჯახო ტექნიკას, მილებს, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქილებსა და მანქანის ნაწილებსაც კი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2021-24 წლებში ყველაზე მეტი ალუმინის, შავი ლითონების ნარჩენებისა და ჯართის ექსპორტი თურქეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, ნიდერლანდებსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოხდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტზე გასული ჯართის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 10 ლარის შედარებით მაღალი ფასია, რაც 1 ტომარა შავი ლითონის ნარჩენებში ჯართის მიმღებ პუნქტში შეიძლება გადაგიხადონ. ამიტომ მსგავს პუნქტებს ყველაზე ხშირად სწორედ სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები აკითხავენ. ყველაზე შეჭირვებულები კი ჯარს ნაგვის ურნებსა და მიტოვებულ ადგილებში ეძებენ. ჯართის შემგროვებლებს შორის ხშირად გვხვდებიან ბავშვებიც. ისეთი არაფორმალური შრომის პრაქტიკები, როგორც არის მაგალითად ჯართის შეგროვება თუ სხვა, არის შედეგი იმ გაჭიანურებული სიღარიბისა და ეკონომიკური უთანასწორობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. საქართველოში თითქმის მესამედი ადამიანები სწორედ არაფორმალურ შრომაში არიან ჩართულები, რომელიც უფრო მძიმე შრომითი პრაქტიკა, იმიტომ რომ ის ნაკლებად არის დაცული, მათ შორის სამართლებრივად და ხშირად ადამიანები საკუთარი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად ერთვებიან ასეთი ტიპის შრომის პრაქტიკებში. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი თამთა მიქელაძე სიღარიბის იმ მასშტაბზე საუბრობს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა სარისკო საქმიანობისკენ უბიძგებს. ეს თვითგადარჩენის პრაქტიკებია, ამიტომ როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების თვალსაზრისით ეს შრომის პრაქტიკები სახელმწიფოსთვის უხილავია და აქ უფლებების დარღვევის გაცილებით მაღალი რისკებია. დაახლოებით 53%-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქედან დაახლოებით 32% საქართველოში ბავშვების რაოდენობისა სწორედ სოციალურ შემწეობას იღებს, რაც სიღარიბის ძალიან დიდი მაჩვენებელია. უკვე გრძელვადიანად, ძალიან რთული ხდება ამ სიღარიბიდან ამოსვლა. ოჯახების დიდი ნაწილი ხანგრძლივად რჩება ამ სიღარიბეში, რაც უკვე საბოლოოდ ამ ბავშვების სოციალურ მობილობაზე, განვითარებაზე, განათლებაზე ახდენს გავლენას, იმიტომ რომ თუნდაც სიღარიბესა და განათლებას შორის არსებობს პირდაპირი კორელაცია საქართველოში. სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური შრომის პრობლემა აღწერილია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც, რომელშიც ბავშვების მიერ სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით შესრულებულ მძიმე და სარისკო სამუშაოებს შორის ჯართის შეგროვებაც სახელდება. წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ხშირად შრომით საქმიანობაში არიან ჩართულნი, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები საყოფაცხოვრებო ნივთების, საკვების, ტანსაცმლისა და სათანადო საგანმანათლებლო ინვენტარის შესაძენად რიგ შემთხვევებში მათი ასაკისა და განვითარების შეუსაბამო შრომით საქმიანობაში არიან ჩართულნი. როდესაც ძალიან ბევრი ბავშვი არის და ძალიან დიდი გაჭირვება, სამუშაო არ არის სოფელში რომ იმუშაონ. დამინახავს ზამთარში არც კურტკა რომ არ აცვიათ და ძალიან სცივად. ჩემი სკოლელები ჯართს აგროვებენ და რაღაც პატარა ნაჭრებს რომ აგროვებენ. მიდიან და პურს ყიდულობენ მშობლებისთვის. ოჯახში რომ შეაქვთ ის თანხა და ის ფული. მქონია ასეთი შემთხვევა და ძალიან ხშირად ყოფილან ეს ბავშვები ბულინგის მსხვერპლები სკოლაში. დასცინოდნენ, იმიტომ რომ არ აცვიათ კარგად. ეს არის ამონარიდი კახეთის რეგიონში მცხოვრები მოზარდის ინტერვიუდან. ამ კვლევის ფარგლებში არასრულწლოვნები საქართველოს 4 რეგიონში, აჭარაში, გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში გამოკითხეს. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი საქართველოში მცხოვრები ბავშვების 37.8% სოციალური და მატერიალური დანაკლისის პირობებში ცხოვრობს. სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში. ის რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ჯარს ხშირად ბავშვებიც აგროვებენ, კარგად იციან სოციალურმა მუშაკებმა.
სოციალური მუშაკი შეიძლება ამ მიზეზით არ მოხდეს ოჯახში, ანუ ამ მიზეზით არ შემოვიდეს მომართვა, რომ ბავშვი ასეთ საქმიანობაში არის ჩართული, მაგრამ სხვა შემთხვევაზე მისულმა ოჯახში ეს პრაქტიკა აღმოაჩინოს და ეს არის სამწუხაროდ ძალიან ხშირი. მე თვითონაც მიმუშავია ამ ბავშვებთან, რომლებსაც განათლება მიატოვეს, ანუ განათლების მიტოვებას გულისხმობ 9 კლასამდე სასკოლო განათლებას, მე-5 კლასიდან, მე-6 კლასიდან ან ირიცხებოდნენ სკოლაში, მაგრამ ფაქტობრივად არასდროს არ ესწრებოდნენ და სხვადასხვა საქმიანობაში იყვნენ ჩართულები. მაგალითად, ითხოვდნენ მოწყალებას, აგროვებდნენ სხვადასხვა ლითონებს იმისთვის, რომ შემდგომ ჩაებარებინათ და მიეღოთ გარკვეული შემოსავალი, რითაც ოჯახს დაეხმარებოდნენ ან თავისთვის რაიმეს იყიდნენ. ბავშვები არასრულწლოვნები არიან ისეთ საქმიანობაში ჩართული, რაც მათ განვითარებას უქმნის საფრთხეს, რაც ხელს უშლის თუნდაც საბაზო განათლების მიღებაში და რაც ყველაზე ტრაგიკული რაც არის, რაც მათ სიცოცხლესაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს. სოციალური მუშაკი იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც არასრულწლოვნების სახიფათო შრომას უკავშირდება. ძალიან გავრცელებული არის სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები არის შეიძლება შუა შუქნიშანზე იდგნენ და ყიდდნენ კალმებს. ან ყიდდნენ ერთჯერად ხელსახოცებს. ეს მე მგონი ყველას უნახავს, ვისაც გაუვლია დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში. სამწუხაროდ ეს არის ძალიან ხშირი. რაც შეეხება უშუალოდ თქვა ჯართის შეგროვებას, ძალიან სამწუხარო მოვლენებით, აი ბოლო პერიოდში რაც ვნახეთ, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, რაც ბავშვის სხვა უფლებებთან ერთად ყველაზე ღირებულს ეხება, როგორიც არის მისი სიცოცხლის უფლება და რითიც შეიძლება ამისი ხელყოფაც კი მოხდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მავნე პრაქტიკა არის და სამწუხაროდ თბილისშიც დაფიქსირებულა ასეთი შემთხვევა. 2019 წელს თბილისის გარეუბანში 13 წლის მოზარდი ჯართის შეგროვებისას სამშენებლო თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ბავშვების 18% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.